საქართველოში ღვინის ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბოლო წლები დინამიკა სწორედ ამას აჩვენებს. ადგილობრივი წარმოებლები აქტიურად ინვესტირებენ ხარისხში, ინოვაციებში და ასევე გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირებაში. სწორედ აი ამ ახალი ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ღვინის კომპანია 91 ბრენდი, რომელიც თავისუფალი საქართველოს იდეით არის შთაგონებული. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ უკვე მოახერხა საერთაშორისო ბაზარზე შესვლა და აჩვენა, რომ ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია როგორც ხარისხით, ასევე ბრენდის განვითარებით. როგორ ყალიბდება სტრატეგია და როგორ ხედავს კომპანია საკუთარ როლს ინდუსტრიის განვითარებასა და მის მომავალში, ამაზე ქალების ნარატივში ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი თამარ მარკოზაშვილი ისაუბრებს, რომელიც გვერდდება უკვე პირდაპირ ეთერში. თამუნა, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასეთი, ასე ვთქვათ, აქტიური პერიოდია ახლა ღვინის ინდუსტრიისთვის, რთველი უკვე გაჩაღებულია კახეთში და რომ გამონახეთ დრო და დაგვითმეთ აი ამ საქმიან თემებზე სასაუბროთ. მოგესალმებით, გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თამუნა, დაახლოებით 6 თვის წინ გამოჩნდა ეს ბრენდი ქართულ ბაზარზე. ჩვენ ეთერშიც იყო ამ ყველაფრის პრეზენტაცია და გავაცანით ღვინის კომპანია 91 საქმიან აუდიტორიას, მაგრამ მე მინდა რომ აი ეს პერიოდი შევაჯამოთ ახლა ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე. თუმცა ბაზარზე გამოჩენაც ეს პირობითია, ამას უკან რამდენად დიდი შრომა და ასე ვთქვათ მრავალწლიანი ხედვა და გამოცდილება მარტო თქვენი მხრიდან და არა მხოლოდ თქვენი მხრიდან პრინციპში. როგორი იყო ეს 6 თვე შევაჯამოთ? როგორ შეიქმნა ბრენდი, როგორ განვითარდა მისი სტრატეგიისგან გამომდინარე და დღეს უკვე როგორ ხდება აი ცხელ შემოდგომის სეზონს? მე თვითონ ღვინის ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ხანია რაც მოღვაწეობ და შესაბამისად მზად ვიყავით იმ სიახლეებისთვის და იმ გამოწვევებისთვის, რომელიც გვექნებოდა ამ 6 თვის მანძილზე. საკმაოდ კარგად შევხვდით და ზუსტად ვიცოდით თითოეული ნაბიჯი, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს ბრენდი ძირითადად შეიქმნა ქართული ჰორეკას სექტორისთვის და საექსპორტო ბაზრებისთვის. თვითონ როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი არის თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული, რომელიც ყველა თაობისთვის ყოველთვის აქტუალური გახდათ და ახლაც ძალიან აქტუალურია და ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ დავანახოთ ჩვენს მომხმარებელს და ასევე მსოფლიოს ის ხედვა, რაც ჩვენ გაგვაჩნია ქართული ღვინის განვითარების მიმართულებით. ამ 6 თვის განმავლობაში პირველ რიგში საქართველოსი დავიწყეთ და დღესდღეობით ჰორეკას სექტორით სჭრილში კარგად არის უკვე ბრენდი წარმოჩენილი. მას შეხვდებით როგორც 8000 მოსავალში, ალკორიმების ქსელში ჩვენი ძალიან საიმედო და ესეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ასევე სხვადასხვა საინტერესო კონცეფციის კაფე რესტორნებში. ეს რა სეგმენტია? ესეც რომ აღნიშნოთ, რამდენად არის ხელმისაწვდომი მათ შორის რიგით მოქალაქეებისთვის თუ არის უფრო პრემიუმ კლასი? ეს ჩვენი ბრენდი დავყავით რამდენიმე სერიად, ასე ვთქვათ. და ვთვლით, რომ იქნება ხელმისაწვდომი როგორც საშუალო მომხმარებლისთვის, ასევე პრემიუმ სეგმენტისთვის დროთა განმავლობაში. ამ ეტაპზე პორტფელში 6 ტიპის ღვინო გვაქვს. ამ რთველის შედეგად კიდევ დავამატებთ 5 ტიპის ღვინოს, რაც ჩვენს პორტფელსაც გაზრდის და უფრო უკეთესად გახდება ჩვენი მომხმარებლის სეგმენტირება. ამ ეტაპზე ჩვენი მომხმარებელი არის დაახლოებით 25 წელს ზევით. ახალგაზრდები 25-დან დაახლოებით 45 წლამდე არიან მომხმარებლები, ხოლო შემდგომ სერიაში უფრო და უფრო გაიზრდება თვითონ სეგმენტიც და ღვინის მრავალფეროვნებაც. ესე იგი, სრულად ეს ყველაფერი არის ერთი ბრენდის სახელით წარმოდგენილი ბაზარზე, ხო? ღვინის კომპანია 91 და შემდეგ უკვე როგორ კლასიფიცირდება ეს ყველაფერი ჯიშების, ღვინის სახეობების მიხედვით? საინტერესო კითხვა არის შემდგომ სერიას, როგორც აღვიქვამთ, წელს ვაპირებთ, რომ შემდგომ ეტაპზე გავაკეთოთ ჯიშობრივ უნიკალურობაზე და მათ მახასიათებლებზე მეტი აქცენტი. და ვფიქრობთ, რომ იქნება თეთრი მსუბუქი მშრალი ღვინოების მიმართულება, მაგრამ ასევე ვაპირებთ, რომ ეხლა უკვე შესაძლებლობა გვაქვს, რომ უკვე მეორე წელი არის პრაქტიკულად, რაც უკვე ფუნქციონირება დავიწყეთ და ამის საფუძველზე
წელს უკვე საშუალება მოგვეცემა რომ ვიმუშაოთ შედარებით სრულსხეულიან ცოტა დავარგებულ ღვინოებზეც. ეგ იქნება ეგ არის ჩვენი ხედვა ამ რთველის ჭრილშიც და ვთვლით რომ აი ძალიან საინტერესო ღვინოები იქნება და ჩვენ თვითონვე ძალიან დიდი აღფრთოვანებით ველოდებით თუ როგორი ღვინოები გამოგვივა შემდგომ წელს. რა ახალი სახეობები იქნება? აი რაზე კეთდება თქვენი მხრიდან აქცენტი? რა ნიშა გინდათ რომ დაიკავოთ ბაზარზე? იმიტომ რომ ჯიშები შეიძლება აი ერთი და იგივე თუნდაც არ ვიცი ქაწითელი, მწვანე, ასე შემდეგ შეგხვდეს ძალიან ბევრი კონდეს ყველა კომპანიას, მაგრამ რაღაცა მაინც გამოარჩევდეს ინდივიდუალურად. 91-ის ჭრილში თვითონ ანუ კონცეფცია შეიქმნა, რომ წარმოგვეჩინა თვითონ ჯიშობრივი უნიკალურობა და არა მარტო ჯიშობრივი უნიკალურობა, ის მიწა თვითონ ის ზონები თვითონ როგორადაც არის დაყოფილი, ხო? საქართველოს ტერიტორია არის თითოეული ძალიან უნიკალური მახასიათებლების მქონე. გვინდა რომ მაქსიმალური პოტენციალი წარმოვაჩინოთ ამ ჯიშებში ჩვენი ხედვის შესაბამისად, როგორც ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ჯიში რა უნიკალურობის მატარებელიც არის. მათ შორის აი ადგილწარმოშობის ჯიშებზე, ღვინოებზე, რაც უკვე რაღაც ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქოს წამოვიდა და ნელ-ნელა ტრენდადაც ყალიბდება, აი ამასაც მიაქცევთ ყურადღებას, რომ კონკრეტულ მიკროზონაში რაც ჩნდება თუ ეს იქნება უფრო ასე ვთქვათ ადგილწარმოშობებს მე ცოტა სხვანაირ ჭრილში აღვიქვამ. როგორ საინტერესო. მაგალითად ვაპირებთ რომ წელს რაჭიდან წამოვიღოთ ყურძენი და გავაკეთოთ ალექსანდროული მუჯურეთულის ბლენდი ოღონდ მშრალად. როგორც წესი ადგილწარმოშობების ნაწილში ხვანჭკარა ალექსანდროული მუჯურეთულისგან მზადდება და უფრო მოტკბო გემო აქვს. მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ ალექსანდროული მუჯურეთულის როგორც ჯიშობრივი სახეობების მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა მშრალად და ცოტა სხვანაირად არის შესაძლებელი და გვაინტერესებს თუ როგორი გამოვა. ექსპერიმენტებსაც არ ერიდებით, ესე იგი? მაგისთვის ვართ, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თვითონ ქართულ მეღვინეობას. და ექსპერიმენტების გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვა. სიახლეები ვერ დაინერგება ამით. ძალიან გვჭირდება პრინციპში ბოლო წლების დინამიკაც აჩვენებს, რომ ვინც არ ერიდება სიახლეს, თუნდაც თავის დროზე ბიოღვინოც ძალიან უცხო და გაუგებარი იყო ბევრისთვის, მაგრამ დაამტკიცეს მეღვინეებმა, რომ შეიძლება ნატურალური ორგანული ღვინის წარმოება და შემდეგ მაგამსყიდო უნარიან ბაზარზე ამ ყველაფრის გატანა და დამკვიდრება. აი თქვენი კომპანიის ჭრილში ეს ძალიან საინტერესო ახსენეთ, რომ ესე იგი არ ხართ შეზღუდული გეოგრაფიული არეალით და რეგიონების თვალსაზრისით? არა, არ ვიქნებით გეოგრაფიული არეალით შეზღუდული, მიუხედავად იმისა, რომ წარმოება კახეთში გვაქვს. მე ძალიან მაინტერესებს სხვა ზონებიც და სხვა ტერიტორიებიც და ეხლა ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, ვაპირებთ, რომ რაჭიდანაც წამოვიღოთ ყურძენი, სხვა წლებში აქტიურად გაგვეკეთებია იმერეთიდანაც ყურძნის წამოღება. და ანუ ყავთ უკვე პარტნიორები მოძიებული, ვისგანაც ჩაიბარებთ? კი, რა თქმა უნდა, ყავს. მოდი, რადგან ეს ყურძნის ჩაბარება ვახსენეთ, კახეთში უკვე ეს ყველაფერი აქტიურად მოიქოქა აგვისტოს ბოლოდან. პრინციპში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება რთველი და უფრო მონაკარს წესით ოქტომბრის პირველ ორ კვირაში შევაჯამებთ, მაგრამ პირველადი შედეგები რას აჩვენებს? როგორც ხარისხობრივი, ასე რაოდენობრივი თვალსაზრისით დაახლოებით რაზე გაქვთ გათვლა, რა რაოდენობაზე და როგორი არის ამჟამინდელი შეფასებით ხარისხი ყურძნის? წინა წლებთან შედარებით ვიტყოდი, რომ წელს მოლოდინები არის ძალიან კარგი. ამ წამს ჩვენ რთველი ჯერჯერობით არ დაგვიწყია, მაგრამ აი დღე-დღეზე ველოდებით, როგორც კი უკეთესი ამინდები გამოვა, რომ რთველი დავიწყოთ მაგ ჭრილში, მაგრამ მოლოდინები არის ძალიან კარგი. წინა წლები უფრო გამოწვევებით იყო ახსავსე, თვითონ ერთ წელს სეტყვა იყო ძალიან დიდი დოზით და პრაქტიკულად დიდი რაოდენობა კახეთის ყურძნის დააზარალა, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად. შარშანაც გამოწვევები იყო, თუმცა შედარებით უკეთესი წელი იყო და წელს ველოდებით კლიმატური პირობებიდან გამომდინარე იყო პირობებიდან გამომდინარე და წელს ველოდებით რომ კიდევ უკეთესი მოსავალი იქნება. დაიწყეს იმ ფერმერებმა რთველი, ვისგანაც საპირებთ ყურძნის ჩაბარებას? ჯერჯერობით არა. კახეთიც იყოფა ხო? რაღაც რეგიონებში თუ ადრე იწყება? აი
ეხლა ზუსტად ისეთი პერიოდია, რომ აი ეხლა დღე-დღეზე უნდა დაიწყოს ველოდებით კარგი ამინდების გამოსვლას, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა წვიმები იყო. კი ბატონო და რა რაოდენობას პროგნოზირებთ, რომ ჩაიბარებთ და ასე ვთქვათ, რამდენად იქნება აქაც ჯიშობრივი მრავალფეროვნება აი ჩაბარებულ კახურ ყურძენზე კონკრეტულად? ჩვენი კომპანია ეხლა იდგამს ფეხს და შესაბამისად ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისათვის, რომ აიდგას ეს ფეხი და განვითარდეს, მიუხედავად ეხლა ჩვენი გამოცდილებების და იმის, რომ ამ ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც წარმოდგენილები ვართ, ამის და მიუხედავად ჯერჯერობით კიდევ ძალიან ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ამ ეტაპზე მარაგში გვაქვს დაახლოებით 30,000 ბოთლი ღვინო და ვაპირებთ, რომ კიდევ 30,000 ბოთლი ღვინო დავამატოთ და შემდეგ წელს დაახლოებით მარაგები გვექნება მთლიანად 60,000 ბოთლის ოდენობით. შარშანდელი იყო ისევ ჩაბარებული, ხო? წელს კომპანიის ჭრილში არის პირველი რთველი, ასე გამოდის, ხო? კი, არა, შარშან პირველი რთველი ქონდა ბაზარზე ჩაუშვით ღვინოები. ჩაშვებამდე იყო რთველი და შემდეგ მოხდა დალანჩვა, ასე ვთქვათ, ბაზარზე. დალანჩვა მოხდა ბაზარზე მარტში. კი ბატონო. და რა პროგნოზირებთ უკვე დასავლეთ საქართველოსთან ღვინოებს? აქ 30,000 საშუალოდ ბოთლი და იქ უფრო მცირე იქნება ალბათ, ხო? კი, მთლიანობაში იქნება 30,000 დაახლოებით 5,000 ბოთლი გვექნება ის რაც თქვი დასავლეთ საქართველოსთან. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნე, ძალიან ცოტა ხანია რეალურად რაც კომპანიის სახელით გამოჩდით ბაზარზე, ამის მიუხედავად უკვე ღვინის კომპანია 91-მა მოახერხა ის რომ არის საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი და არა მხოლოდ ერთ ბაზარზე. ბოლოს სიახლით დავიწყოთ უკრაინაში ექსპორტით და შემდეგ უკვე მივყვეთ. ეს ბოლო ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. შევდივართ უკრაინის ბაზარზე და კომპანიისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ უკრაინა ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ღვინის მიმართულებით, არა მარტო ღვინის მიმართულებით და ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე, იმიტომ რომ ძირითადად ძალიან კარგი პარტნიორთან მოვახერხეთ ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად ვიმუშავებ ჩვენ ჰორეკას სეგმენტზე, რომლის ათვისება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა და არ მოგვეცა საშუალება გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ წელს რო შევძელით უკვე მნიშვნელოვანი და ძალიან დადებითი სიახლე არის. რა წილი ექნება უკრაინაში ექსპორტს ჯამურ გაყიდვებში ან ზოგადად მასშტაბში სარეალიზაციაში? ამ ეტაპზე ესე ზუსტად წილის თქმა გამიჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ძალიან სწრაფად ვითარდება. უკვე ვართ ევროპის ორ სხვა ბაზარზე, ჩეხეთსა და გერმანიაში წარმოდგენილები, გერმანიის პარტნიორებთანაც აქტიურად მუშაობთ და ველოდებით აქტიურ ზრდას. ამიტომ პორტფელი ზუსტად როგორ გადანაწილდება? მაშინ ჯამურად შეგვიძლია რომ ექსპორტს ნაწილი უკავია? დაახლოებით 50-50. ადგილობრივ ბაზარზე ჰორეკა სექტორის მიმართულებით და საექსპორტოდ უკვე არის ბაზარი. კი, საექსპორტოდ დაახლოებით 50-50-ზე მე ვთვლი რომ ქართული ბაზარით ზოგადად ძალიან საინტერესო არის და ბოლო წლებში ბევრი საინტერესო ბრენდი შემოვიდა ქართულ ბაზარზე და მიხარია რომ მეღვინეები ცდილობენ სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ აი საინტერესო ღვინოების შექმნას. ყველას თავისი ნიშა აქვს და რა თქმა უნდა ყველას თავისი ხედვა თუ როგორ განავითარებს ამ სეგმენტს, მაგრამ სულ ამბობ ხოლმე რომ როცა მეუბნებიან რომ ღვინის ინდუსტრიაში დიდი კონკურენცია არისო, პირიქით მე ამას ძალიან დადებით ჭრილში ვუყურებ. იმიტომ რომ მგონია რომ მეწარმეები ერთმანეთს ვავითარებთ. მაშინ რა რჩება გამოწვევად? და თუ კონკურენცია კარგია, ჯანსაღია, თუ ვიზრდებით, ვითარდებით, გავდივართ საერთაშორისო ბაზრებზე, რატომ მაინც გვაქვს ის პრობლემა დღის წესრიგში, რომ ქართული ღვინო არ არის ჯერჯერობით წარმოდგენილი გლობალურად, როგორც ღვინის სამშობლოს ქვეყანას შეეფერება? ძალიან კომპლექსურ საკითხს შეეხეთ. გამოწვევები ძალიან ბევრი არის. და უპირველესი გამოწვევა არის, რომ და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად ქართული ღვინო ჯერაც ასოცირებული არის საბჭოთა კავშირთან. და მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და როგორც იცნობ მას მსოფლიოში ასოციაცია არის საბჭოთა კავშირთან და იმ ღვინოების გარშემო, რომელიც ისმებოდა საბჭოთა კავშირის განმავლობაში. დღესდღეობით უკვე ბევრი მცირე მარანი განვითარდა, რომლებმაც დაიწყეს უცხო
ღვინოების წარმოება და აი ამ მცირე მარნებს უკიდურესად უჭირთ პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ ერთი ბრენდისთვის თუნდაც დიდი ბრენდი იყოს, მაგრამ მით უმეტეს თუ მცირე არის წარმოება, ასეთ შემთხვევაში ერთი бренდის ჭრილში შეუძლებელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს. სისტემურად უნდა მოხდეს. მათ შორის როგორ უყურებთ, როგორც სახელმწიფოს გადასადგმელი ნაბიჯების თვალსაზრისით, ასევე კერძო სექტორის ჩართულობის. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავიტანოთ ეს ჩვენი პოტენციალი? უკიდურესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში არსებობდეს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა. და თითოეული ნაბიჯი, რაც ღვინის ინდუსტრიაში იდგმება, მათ შორის სახელმწიფოსთან პარტნიორობით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს აი ამ გრძელვადიანი გეგმის და გრძელვადიანი ხედვის ჭრილში. თითოეული ნაბიჯი, იმიტომ რომ ცოტა იმპულსურად ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიან შედეგს ჩემი აზრით ვერ მოიტანს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარკეტინგული კამპანია რამდენად საკმარისია ის, რაც კეთდება? გააჩნია მარკეტინგულ კამპანიებს. რა უნდა გაკეთდეს მაშინ? ეფექტიანი როგორ უნდა გავხადოთ? აი გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული სტრუქტურული მუშაობა, აქტიური მუშაობა სჭირდება ამ ყველაფერს. სამიზნე ბაზრების სამიზნე ბაზრებზე შესწავლა პირველ რიგში გამოკვეთა ალბათ, ხო? მეტნაკლებად ვიცით დაახლოებით სამიზნე ბაზრები როგორ არის და ღვინის სააგენტოც მაგ ნაწილში აქტიურობს და ყოველ წელს ცდილობენ რომ წარადგინა თავიანთი გეგმა, მაგრამ ჩემი აზრით არა მარტო ღვინის სააგენტოს ჭრილში, ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი გეგმა უკიდურესად მნიშვნელოვანია. გრძელვადიანი ხედვა მნიშვნელოვანი და ყველაფერი როგორც კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ჭრილში უნდა მოხდეს თითოეული ნაბიჯების გადადგმა. კი ბატონო, და გამომდინარე იქიდან აი ბოლო კითხვა მინდა რომ დავსვა სუბსიდირების ნაწილზე ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ გაქვთ აი ამ ხელა გამოცდილება ამ ინდუსტრიაში მრავალწლიანი არ შემიძლია რომ ამის გარეშე გაგიშვათ და სუბსიდირება რომელიც ზოგადად ინდუსტრიათ ახდება რომ ეს არის მავნე პრაქტიკა რომელიც ანადგურებს ხარისხს და ქართულ მეღვინეობას უკლავს იმ განვითარების პოტენციალს რაც შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარებული ვადით კონდეს ხო ცვლილებებია. არ ვიცი, ზოგიერთი აფასებს, რომ ეს არაფერი ცვლილება არ არის და რეალურად სუბსიდირება ისევ ძალაშია, ზოგიერთი ფიქრობს, რომ აი რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია, აი ამ რაღაცა თავის დაღწევის გზაზე, ეს არის, როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ კერძო კომპანიებზე აღარ გასცემთ და ჩაიბარებს მოსავლის მართვის ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? რამდენად წინ გადავდგით ნაბიჯი, თუ შენარჩუნდა არსებული სტატუს-კვო ამ გზაზე? ზოგადად სუბსიდირებაზე ვიტყვი, რომ მეც ვიზიარებ, რომ მავნე პრაქტიკა არის და ეგ იგივეა, რომ რა ვიცი, ჰაერი მიაწოდო პაციენტს აპარატით, ანუ არ შეიძლება, ეგ უნდა იყოს რაღაც დროებითი საკითხი, სუბსიდირება არის დროებითი საკითხი, ზოგადად ეკონომიკურ ჭრილშიც რო განვიხილოთ, რაღაცა კრიზისულ პერიოდში კომპანიების და რაღაც კონკრეტული სექტორის ხელშეწყობა. გრძელვადიან პერიოდში შეუძლებელია, რომ თითოეული ამხელა ინდუსტრია იყოს სუბსიდიებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეგ არ არის გრძელვადიანი წინსვლის წინაპირობა. მოკლევადიანად შესაძლებელია და ხანდახან კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებელიც არის, მაგრამ როდესაც ამდენი ხნით გრძელდება, თუ ამის პარალელურად არ გახდა თითოეული კომპანია თვითმყოფადი, თუ არ მიეცათ ამის საშუალება, ფიზიკურად ვერ განვითარდება ინდუსტრია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯები ძალიან მტკივნეული არის, ჩემი აზრით აუცილებელია, რომ ვიმუშაოთ თვითონ კომპანიების ინდუსტრიის განვითარებაზე, რაც წინა საუბრის დროს ვახსენეთ, გრძელვადიანი გეგმის ჭრილში და არა მარტო სუბსიდიის შეწყვეტა არის მანდ მნიშვნელოვანი, არამედ ზუსტად აი ამ ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობა არის მნიშვნელოვანი, რომ არ გახდეს პრაქტიკულად თითოეულ პატარა კომპანიის ნაბიჯებზე დამოკიდებული. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ არ არის არ გააჩნიათ მცირე მარნებს და თუნდაც საშუალო ზომის კომპანიებს იმხელა რესურსი, რომ შეძლონ ასეთი დიდი ზეგავლენის მოხდენა მსოფლიო ბაზრებზე. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ესეთ საინტერესო ანალიზისთვის და აქცენტებისთვის და წარმატება აუცილებლად ღვინის კომპანია 91-ს შევაჯამებთ ჩვენ როგორი იქნება წლევანდელი სეზონი პირველი რთველი უკვე კომპანიის სახელის ქვეშ რაც ხორციელდება ამ ეტაპზე და როგორი იქნება მოსავალიც თქვენთან ერთად გავშლით აუცილებლად ამ თემას რთველის დასრულების შემდეგ ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ თამარ მარკოზაშვილი ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად